ამერიკული ერის აშენების პრინციპები. ეს ყველაზე ახალი ერი არის, მას ოდნავ მეტი აქვს 300 წელზე. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მისი შექმნისას ამერის დამფუძნებლებმა გაითვალისწინეს ის შეცდომები, რომლებიც დაუშვეს რომის იმპერიამ, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიამ და რუსეთის იმპერიამ. ამ მხრივ, როგორც ყველაზე ახალი ერი თავისი აშენების პრინციპებით, ისინი, ასე ვთქვათ, ბევრად წინ აღმოჩნდნენ სხვებთან შედარებით, რადგან მათ გაითვალისწინეს შეცდომები. ცადე გამოასწორო სახელმწიფო მოწყობა ათასწლოვანი იმპერიის შემთხვევაში, მაგალითად ოსმალეთის იმპერიაში. ხოლო ახალი იმპერიის, ახალი ერის აშენებისას ეს გაცილებით ადვილია. საწყისშივე ჩადეს ახალი პრინციპები, რომლებიც შეესაბამებოდა ამოცანებს, მიმდინარე ამოცანებს, რომლებიც საშუალებას იძლევა გაუმჯობესო, მაგალითად იდენტობის პრინციპი. მაგალითად ამერიკული ერის იდენტობა ემიგრაციის ნაკადებზეა აგებული. ეს სრულიად ახალი ისტორიაა, რომელიც საერთოდ წარმოუდგენელია, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში ან ბრიტანეთში. მაგრამ აქ ეს გაჩნდა და ამან მართლაც მისცა საშუალება ამერიკულ ერს, რომ ერისნება მოქალაქეობაზე დაიფუძნებინა. ანუ, აი რუსული ერი, ეს არის ერი კულტურით. ამერიკული ერი კი, ეს არის ერი სახელმწიფო მოწყობითა და მოქალაქეობით. და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ამერიკული ერი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. რადგან 300 წელიწადში სუპერდერჟავად ჩამოყალიბება, ეს უზარმაზარი წარმატება უბრალოდ ეროვნული მშენებლობის თვალსაზრისით. პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ეს წარმატების უდიდესი საფეხურებია. ანუ ამერიკელები პირველ და მეორე მსოფლიო ომებს განიხილავდნენ როგორც ამერიკული ერის სახელმწიფო მშენებლობის განმტკიცების ნაწილს, რაც ისტორიულ მასშტაბში სხვებზე წინ გასვლის საშუალებას მისცემდა. ანუ სხვები აშენებენ თავიანთ სახელმწიფოს 1000 წლის განმავლობაში. ხოლო ჩვენ უნდა გავკროლდეთ და ეს მათ გამოუვიდათ. მოდით გულწრფელად ვაღიაროთ ეს. თუ ამერიკელები თავიანთ იმპერიას უკვე პირველი მსოფლიო ომიდან აშენებენ, ფაქტობრივად კი ისინი გაძლიერდნენ. მაშ, რატომ ეხმარებოდნენ მაშინ საბჭოთა კავშირს? საბოლოოდ, საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაცია ძალიან ბევრ შემთხვევაში ამერიკელების ხელით გაკეთდა, ასევე მათი ტექნიკით და ასე შემდეგ და სხვათა შორის გერმანელებისაც. მაგრამ გერმანელებთან ურთიერთობა ორმხრივი გაცვლა იყო. ანუ გერმანიიდან მოდიოდა ტექნიკა, დანადგარები და ტექნოლოგიები. უკან საპირისპირო მიმართულებით კი მიდიოდა საკვები, ნედლეული, ხეთხე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამერიკელებს, მე თქვენ გრაფიკიც გამოგიგზავნეთ, იქ საინტერესო რამეა. იქ აშტან რუსეთში საგარეო ვაჭრობით დიდი ნაკადი მიდის, დიახ. ხოლო საპირისპირო ძალიან პატარაა, ბევრად ნაკლებია. და არანაირი კომპენსაცია არ ყოფილა. კარგი. რატო? შეხედეთ, აი დღევანდელი მაგალითი უკრაინა. იცით, რამდენად გაიზარდა უკრაინის სახელმწიფოს ბიუჯეტი ბოლო 3,5 წელიწადში? იქ ფულს ასხამენ როგორც ევროპა, ასევე აში. 10 ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ჩვენი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, 10 ჯერ გაიზარდა უკრაინის სახელმწიფოს ბიუჯეტი საიდან. სხვა კუთხით დავსვამ კითხვას. რატომ უნდა ჩადონ ამერიკამ და ევროპამ ფული? იარარი და ასე შემდეგ უკრაინაში. რისთვის? რა მოტივებია? ხო, არ ვიცი. ჩვენს დამარცხებას ცდილობენ. აბა მაშინ 60-იან წლებში რატომ გვაწყობდნენ? 60-იან წლებში ისინი გვაწყობდნენ გერმანიის წინააღმდეგ. და ანუ ისინი აგრძელებდნენ თავიანთ პოლიტიკას, რომ გერმანია დაბალანსებინათ. და ამისთვის სჭირდებოდათ საბჭოთა კავშირი, როგორც საპირწონე. დიახ, რა თქმა უნდა. და ამიტომაც ისინი ძალიან ბევრს უანგაროდ გვეხმარებოდნენ. დიახ. გახსოვთ ერთ-ერთი ამერიკელი ლიდერის ფრაზა. ასეთივე ფრაზა ჩერჩილსაც მიაწერე. გერმანიას დავეხმარებით, თუ გერმანია წააგებს და საბჭოთა კავშირს დავეხმარებით, თუ საბჭოთა კავშირი წააგებს. ხო, ასეთი ფრაზა არსებობს, მართალია, მისი სიზუსტე ასე. ფაქტობრივად, ასეა კიდეც. ეს ბალანსია. ამერიკაში ისეთი შეიარაღებული ძალები არ არსებობს, რომ მთელი მსოფლიო დაამარცხოს. ბალანსირებაა საჭირო. გეოპოლიტიკით უნდა დაკავდე. გეოპოლიტიკაში ამას დიდ შახმატის თამაშს უწოდებენ. უნდა გააძლიერო ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ. და მათ გააძლიერეს საბჭოთა კავშირი, რადგან ის დარჩა და შენარჩუნდა ევროპის სხვა კონკურენტების წინააღმდეგ. ამით ისინი მომავალში ევროპას ერთმანეთს უპირისპირებდნენ. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი იბრძოდა იმ იარაღით, რომელიც იმ ქარხნებში იყო შექმნილი, რომლებიც ამერიკელებმა ააშენეს. ხომ ასეა? დიახ, თავიდანვე ორმაგი დანიშნულების ქარხნებს აშენებდნენ სამოქალაქო და სამხედრო პროდუქციისთვის. ეს ასე იყო დაგეგმილი. ზუსტად ასეა, სწორად თქვით. ზუსტად ასე იყო დაგეგმილი. ახალმა სახელმწიფომ გაითვალისწინა წინა შეცდომები.
ის არ მუშაობს ინტუიციაზე და ბრმად ცდის მეთოდით, არამედ სტრატეგიულ დონეზე. ამერიკელები ევროპაში ომს გეგმავდნენ და წინასწარ, თუ თქვენ არ გექნებათ ტანკები, ომს ვერ დაიწყებთ, პრესტისავს დადებთ. პირობითად რომ ვთქვათ კი და თუ ტანკები გაქვთ, ომს დაიწყებთ. ისინი წინასწარ გეგმავდნენ ომს. ეს არც კარგია და არც ცუდი. ეს არც ჩვენს სასარგებლოდაა და არც ჩვენს წინააღმდეგ. ეს манипуляცია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ახალი იმპერიის მთავარი მოქმედების მეთოდი. манипуляცია, კაკავი და იბატონე. პრინციპი ძველია, მაგრამ ახალ ფორმატში, ახალ დონეზე. მაშ შემდეგი ნაბიჯი იყო დახმარება საბჭოთა კავშირისათვის გერმანიასთან ომში მეორე მსოფლიო ომის დროს. დიახ, ეს იყო პოლიტიკის გაგრძელება, რომ გერმანელები ისევ წასულიყვნენ. ახლა წასულან პირველი მსოფლიო ომი, დასწი. მეორე მსოფლიო ომი. საწყისი მდგომარეობები ერთნაირია. ამით ვინ იყო ამერიკა მეორე მსოფლიო ომამდე? Čo ვინ? სახელმწიფო. 20-დან ერთ-ერთი. ვინ გახდა ამერიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? დიახ, ძლიერი შეიარაღებული ძალა. ან 30 წლის განმავლობაში მოხდა ნახტომი, რომელსაც სხვა იმპერიები 200 წელიწადში გადიან ერთხარისხიანი მართვა. კიდევ ერთხელ, мотиваცია გახდა უზარმაზარი, ძლიერი სახელმწიფო. ეს мотиваცია აქვს ნებისმიერ ქვეყანას, პატარა იყოს თუ დიდი. თუ ახლა ლიტვას შესთავაზებენ ფინეთის მიერთებას, გარწმუნებთ, სიამოვნებით მიერთებს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება. თუნდაც აფრიკა. საერთოდ არ არის პრობლემა. სურვილი არის შესაძლებლობა, არა. ყველას უნდა. მაგრამ ყველას არ გამოსდის, იმიტომ რომ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ უნდათ. მათ ჰყავთ არმიები, ამ არმიებს ათასობით წელი აქვთ, პოლიტიკასაც 1000 წელი. იქაც სუსტად ასეთი იმპერატორები, უფროსები, ოლიგარქები არიან, არ გაძლევენ. გინდა უზარმაზარი იმპერია გახდე. შენ კი გიშლიან ხელს ხომ გესმის, თავიანთი ტანკებით. აი, ამერიკელებმა ეს გამოცდილება გაითვალისწინეს. ისინი იმავე მიზნებს ისახავენ, რაც ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, გარკვეულწილად რუსეთსაც ჰქონდა, ოდნავ განსხვავებული სახელმწიფო მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე. ისინი ამ მიზნებს სხვა მეთოდებით წყვეტენ და ეს მათ წარმატებით გამოსდით. ისინი ისტორიულ გზას 10-ჯერ უფრო სწრაფად გადიან. და სხვათა შორის ნაკლები მსხვერპლით. აი ახლა ტრამპი ამბობს, ჩვენ მოვიგეთ მეორე მსოფლიო ომი. ის ხომ ასე ამბობს? რა არგუმენტი გვაქვს მის წინააღმდეგ? კი სწორად ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მთავარი გამარჯვებულები. რატომ ვართ ჩვენ მთავარი? ჩვენ გვყავს 27 მილიონი დაღუპული. ხოლო ტრამპი ამბობს, ხოლო მე რამდენი მყავს 800,000. ფასი. მან მიიღო იგივე სტატუსი, რაც საბჭოთა კავშირმა. საბჭოთა კავშირმა მისთვის გადაიხადა 27 მილიონი სიცოცხლე, მან კი 700,000. ხოლო შედეგი ერთი და იგივეა. უფრო სწორად იგივე, ორპოლუსიანი მსოფლიო, ანუ ორი ძალაუფლების ცენტრი, ანუ ზესახელმწიფოს დონე. ჩინელებმა გადაიხადეს 35 მილიონი სიცოცხლე და საერთოდ არ იყვნენ იაპონიის კაპიტულაციის აქტის ხელმომწერები. როგორც ისტორიული პარადოქსი, ხო? კი. სამაგიეროდ ახლა მათ სხვა სტატუსი აქვთ. ეს უკვე სხვა ისტორიაა. აი, იმ კონკრეტულ მომენტში მათ გადაიხადეს 35 მილიონი სიცოცხლე. მათ კი იაპონია არც კი დაუმარცხებიათ. თუმცა გადაიხადეს. ამიტომ სტატუსი გადაიხადეს, ფაქტი გადაიხადეს. ეს არ არის გადამწყვეტი შედეგის თვალსაზრისით. გესმით? გადამწყვეტი შედეგის თვალსაზრისით არის სტრატეგია. სწორია თუ არასწორი? ამერიკელების სტრატეგია ისეთი იყო, რომ მათ მიიღეს შედეგი ნაკლები ფასით, მაგრამ იგივე, როგორც ჩვენ მივიღეთ მაღალი ფასით. ხოლო ჩინელებმა იმ დროს საერთოდ ასეთი შედეგი ვერ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი გადაიხადეს. საერთოდ გამარჯვებას არ მოაქვს არც ტანკები და არც შტურმები. გამარჯვებას მოაქვს გონება. გონების უმაღლესი დონე არის სწორი სტრატეგია, სწორი გზა. ამერიკა აშენებს გლობალურ იმპერიას, მაგრამ ახალ პრინციპებზე. ეს არის ის, რასაც ერთპოლარული მსოფლიო ეწოდება. ანუ იმპერია, რომელსაც იმპერია არ ჰქვია. არ აქვს მნიშვნელობა, რაც დავაქმოთ, არსით ეს ერთი და იგივეა. ადიხსნით. მეორე დასკვნა, რომელიც ამერიკელებმა ისტორიული გამოცდილებიდან გამოიტანეს, არის ის, რომ ინფორმაცია ეს არის მთავარი. პირველი ასეთი დასკვნა ჯერ კიდევ კონფუციუსმა გააკეთა, რომ ომი ეს არის ინფორმაცია, დიახ, სხვადასხვა საკითხებში. ამიტომაც სამხედრო მშენებლობაში მათ ძირითადი ინვესტიცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში გადააქვთ.
ამ მხრივ იმპერია, რომელსაც ნეოკოლონიურს უწოდებენ, პუტინი ასე ეძახის, მას კოლონიური იმპერია არ ჰქვია, გესმით? რადგან მათ შეძლეს საინფორმაციო დღისწეს რიგის ხელში ჩაგდება. ფაქტობრივად კი ისინი კოლონიების ხარჯზე ცხოვრობენ. რა არის კოლონია? ეს არის მაშინ, როცა ტერიტორია შენთან ეკონომიკურად ურთიერთობს არა თანაბარ და ნებაყოფლობით პირობებზე, შენ მე შენ, არამედ პირობებზე. რუსეთი, გერმანია. მაგალითად, დიახ. არამედ იმ პირობებზე, როცა ამ ურთიერთობის ერთ-ერთი სუბიექტი გადაჭარბებულად ექსპლუატირდება. მეც ვაძლევთ, ნაკლებს ვიღებთ. დიახ, აიღეთ ციფრები და ნახეთ. სოფლიო დოლარი ერთისგან იღებს მეორეს აძლევს. ვაჭრობის სისტემა ერთისგან იღებს მეორეს აძლევს. სხვათა შორის ეს ძალიან ნათელი მაჩვენებელია. თუ სახელმწიფო ვაჭრობს თავისივე ზარალზე, ანუ ბაზრიდან ნაკლებს იღებს, ვიდრე ბაზარს აძლევს, ესე იგი ეს კოლონიაა. ციფრები. აი, პეკინის ფორუმზე პუტინმა დაასახელა ამერიკის ციფრი, 42 ტრილიონი დოლარი. ეს არის ამერიკის შემოსავალი თავისი ნეოკოლონიური სტატუსიდან. ეს შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე ბრიტანეთის იმპერიისა, თუ ასე ვთქვათ. თუმცა იქ, რა თქმა უნდა, ხოცავდნენ, სიპაების აჯანყება იყო, სადაც მსჯელო რეიდებს ატარებდნენ. ამერიკელებმა შეძლეს ბრიტანეთის იმპერიის შეცდომების თავიდან აცილება და კოლონიური იმპერია ააშენეს ისე, რომ არ ჰქონდათ ასეთი საყოველთაო ბოროტების სტატუსი. აი ეს არის ფაქტორი, რომელიც მათ სახელმწიფო მშენებლობაში გაითვალისწინეს. ისინი კოლონიების ხარჯზე ცხოვრობენ, თანაც 3/4-ზე, თუ ამერიკის შიგნით მოხმარების თვალსაზრისით შევხედავთ. მაგრამ ამასთანავე კოლონიურ სახელმწიფოებად არ ითვლებიან. პირიქით, თითქოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გამავრცელებლები არიან. შეამჩნიეთ, ანუ მათ წინასწარ პოლიტიკაში ამას ვაქცინაციას ეძახიან. წინასწარ აიცრეს ასეთი ბრალდებებისგან, თითქოს ისინი კოლონიური სახელმწიფო არიან, რომელთანაც ბრძოლა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წამოწყება საჭირო მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ჩვენთან ეს არ გამოდის.